ფეხბურთი როგორც ასეთი რო აიღო, მართლა არ არის მარტო სპორტი. თუ შევხედავთ ფსიქოთერაპიული თვალსაზრისით, ფეხბურთი არის ჩვენი ცხოვრების მინიატურული გენიალური მოდელი. ანუ გულისხმობ რას? რა არის ახლა ეს ფეხბურთის მოედანი? მოედანს აქვს თავისი სიგრძე, მოედანს აქვს თავისი სტანდარტები, ამ მოედანზე არის განსაზღვრული დრო, განსაზღვრული არის ადამიანების რაოდენობა, განსაზღვრული არის რაღაც ჯარიმები, პენლები, აუტები, კუთხურები, ეს ყველაფერი არის ის, რაც ხდება ცხოვრებაში. და ეს არის მინი მოდელი. ახლა ადამიანები, რომელსაც მაგალითად რო ავიღოთ ვიღაც ადამიანი, მაგალითად, რომელსაც მოუწესრიგებელი აქვს ცხოვრება, არეულ-დარეული აქვს რაღაცები, ეს ადამიანი მოდის ტელევიზორთან ჩდება, იქ ყველაფერი წესრიგშია. წესი მუშაობს, ყოველთვის არ მუშაობს, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ პენალიც არის, ჯარიმაც არის და რაღაც გარკვეულ წესრიგს ექვემდებარება ეს ყველაფერი. თან არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რა? იგივე ადამიანი, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება იყოს არარეალიზებული, ყველა არა, რა თქმა უნდა. ფეხბურთის დროს შეიძლება რეალიზდეს. რეალიზდეს ოღონდ როგორ? ყველა ადამიანს აქვს რაღაც თავისი ინდივიდუალური მე, მაგრამ ფეხბურთს როცა ესწრები, ხო, ეს ინდივიდუალური მე უკვე ქრება და გადადის კოლექტიურ ჩვენში. ანუ ძალიან დიდი რაღაცა ხდება. შენ ხდები ძალიან მნიშვნელოვანი საფეხბურთო რაღაცა სპექტაკლის თანამონაწილე, სადაც უკვე როგორ არის, იცით, თვითონ გულშემატკივრის თვალსაზრისით, ფეხბურთსა და გულშემატკივარს შორის განსხვავება დიდად არ არის, იმიტომ რომ ორივე არის მოგებული. რა თქმა უნდა. ამისი მაგალითი არის, როცა ჩვენი ფეხბურთი მაგალითად ევროპის ჩემპიონატის ფინალზე გავიდა, რა ხდებოდა ყველას კარგად გვახსოვს. იმიტომ რომ ყველანი ვიყავით ერთად, თამაშს იკარგება რაღაც ისეთი მომენტები, ინდივიდუალური, უფრო კოლექტიური და უფრო რაღაც მნიშვნელოვანი რაღაცა ხდება.